სანამ დათვისას დავიწყებთ, ჯერ ნიადაგი უნდა მოვამზადოთ, უნდა დავიცვათ ახალი სუსტი ჩითილები ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან და ამისათვის გთავაზობთ, ყოველ შემთხვევაში მე ამას ვიყენებ ფიტოსპორინს, რომელიც შეიცავს ცოცხალ უჯრედებს და აქტიურ ბიოლოგიურ მასალას, ბაქტერიებს, აგრეთვე ზრდისთვის საჭირო მიკროელემენტებს, როგორიც არის ბორი, რკინა და მრავალი სხვა, გუმსაც შეიცავს, რომელიც ზრდაში ეხმარება მცენარეს, მაგრამ რადგან ეს ცოცხალი ბაქტერიებია, ხმარებამდე მინიმუმ 9 საათით ადრე უნდა გავხსნათ. ჩავყრი მე ოთახის ტემპერატურის წყალში, თვალის ზომით ვაკეთებ, კარგად მოვურევ, განსაზღვრად თუ საკმარისია თუ არა ეს რაოდენობა, მე ვსაზღვრობ ფერით, როგორც კი წყალი დაკარგავს თავის გამჭვირვალე ფერს და ოდნავ შეფერადდება, საკმარისია, მეტი არ არის საჭირო. გადაჭარბებული წამალიც კი ცუდია. ესე. ეხლა მხედავთ, ოდნავ შეფერადდა. მე ახლა ამას ოთახის ტემპერატურაზე დავტოვებ მინიმუმ 9 საათით, ან იმ დრომდე, როდესაც მეცლება თესვის დასაწყისად და ნახოთ შემდეგი პროცესიც.